Telecompanija PIK-ის საკითხი კვლავ მოუგვარებელია საზოგადოებრივი მაუწყებლის სამეურვეო საბჭო დილიდან პრობლემაზე მსჯელობს. Სხდომას კოალიცია მედია ადვოკატირებისთვის იურისტი თამარ კორძაიაც დაესწრო, რომელმაც ჟურნალისტებს განუცხადა, რომ საკითხი უფრო ღრმა განხილვას საჭიროებს. Როგორც მედია ადვოკატირების იურისტი აცხადებს, გიორგი ჭანტურია მზადა აღნიშნულ საკითხზე მოლაპარაკებები გააგრძელოს. სხდომას არ დასწრებია PIK-ის წარმომადგენელი, ისინი საზოგადოებრივი მაუწყებლის წინ სხდომის დასრულებას ელოდებოდნენ. ეს სხდომა არავითარი წინასწარი დასკვნის გაკეთების საფუძველს არ იძლევა, იმიტომ რომ ვებგვერდზე გამოქვეყნებული დოკუმენტები და დღეს იქ წარმოდგენილი დოკუმენტები არ იძლევა სრულ სურათს და რაიმე დასკვნის გაკეთების საშუალებას. საბოლოოდ სამეურვეო საბჭომ გადაწყვიტა, რომ კიდევ ერთხელ გადადოს სხდომა და მოიწვიოს PIK-ის ხელმძღვანელობა საკითხის სრულყოფილად შესწავლის მიზნით. გადაიდო ამ საკითხის განხილვა და ჩვენთვის უცნობია მკაფიო პასუხი იმაზე, თუ რა ბედი ეწევა მომავალში PIK-ს. ჩვენ რასაკვირველია დაველოდებით ბორდის პოზიციას და პარალელურად ჩვენ ვაპირებთ, რომ სამართლებრივი სულა მივცეთ ამ საკითხს, ავიყვანოთ ადვოკატი, რომელიც დაიცავს ჩვენს ინტერესებს და გაერკვევა ამ იურიდიულ კაზუისტიკაში. სახელმწიფო აუდიტის სამსახური საზოგადოებრივი მაუწყებლისა და ტელეკომპანია PIK-ის მიერ სახელმწიფო ფინანსების ხარჯვის მიზანშეწონილობით უნდა დაინტერესდეს. ასევე ეხმაურება ტელეკომპანია PIK-ის გარშემო განვითარებულ მოვლენებს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია. საიას განცხადებაში ხაზგასმულია ის გარემოება, რომ გარკვეული დოკუმენტები ძალიან ბევრ კითხვას აჩენს როგორც საზოგადოებრივი მაუწყებლის, ასევე ტელეკომპანია PIK-ის ხელმძღვანელობის მიმართ. საიას ინფორმაციით გასათვალისწინებელია ის ფაქტიც, რომ PIK-სა და საზოგადოებრივ მაუწყებელს შორის ურთიერთობის გამწვავება უკავშირდება ფინანსურ საკითხებსაც, რის გამოც საკითხით სახელმწიფო აუდიტის სამსახური უნდა დაინტერესდეს. საიას მედიის სამართლებრივი დაცვის ცენტრი გამოთქვამს მზადყოფნას მონაწილეობა მიიღოს მხარეებს შორის გამართულ დისკუსიებში.